დღევანდელი დღის თემა დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასწილად მოიმკო მოსავალი იმ წელიწადს და აკურთხა იგი უფალმა. დღეს საჭიროა ყურადღება დაუთმოთ გუშინდელის საუბრის დარჩენილ ნაწილს და გავიხსენოთ ბიბლიური სიტყვის თანმიმდევრობა, ყურადღება მივაქციოთ იმას, როგორი მზრუნველობით სარგებლობს ისააკი უზენაესისგან. მან, ვინც ეგვიპტეში გამგზავრება აუკრძალა და უთხრა: "დგმურად იყავი ამ ქვეყანაში და მე ჩვენთან ვიქნები", ისე განადიდა ყველა ურთიერთობაში, რომ ცოტა ხნის შემდეგ გერერის მეფე შურმა შეიპყრო. ხედავდა, მისი ქონება დღითი დღე მრავლდებოდა, შეეშინდათ ამ კაცის იქ დასახლების და გადასახლებას აიძულებდა. უმჯობესია მოვისმინოთ საღვთო წერილის სიტყვები, რათა სრულად დავინახოთ ღმერთის წყალობა, რომელსაც თავის მონებს მოულენს. ნათქვამია დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასწილად მოიმკო მოსავალი იმ წელიწადს. გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ ღმერთის სიბრძნეს, სურს მართალს აჩვენოს, რომ მას ბუნების შემომქმედს შეუძლია შეუძლებელი. რომ იმ თავიდან თავისი ნებით გამოაღვიძა დედამიწა ნაყოფის აღმოსაცენებლად. ღმერთმა ქმნა ის, რომ მართალმა ასობით ნაყოფი მიიღო იმ მიწაზე დათესილი, რამაც იგი დიდ კეთილდღეობამდე მიიყვანა. ასე რომ გასაჭირში აღარ იყო ჰერარის მაცხოვრებლებსაც საქმით აჩვენა, უზენაესის როგორი შეწევნა ჰქონდა. ღმერთი ხშირად ერთი და იგივე საქმით კეთილს უყოფს თავის რჩეულებს, შეცდომილებს კი ხელმეორედ აძლევს შესაძლებლობას იწამონ მისი განგების ძალა. ეგვიპტეშიც ეს გააკეთა, როცა მისი მცხოვრებლები დასაჯა, ისრაელელი ხალხი უვნებლად გადაარჩინა. ეგვიპტელებმა არა მარტო ღვთის რისხვით, არამედ ისრაელელებზე აღსრულებული განგებითაც ისწავლეს ღმერთის, ყველაფრის შემოქმედის ძალის რწმენა. მხოლოდ ღვთის განგების და მზრუნველობის გამო კი არა, იმ სასჯელის თვითმხილველობის წყალობითაც, რომელიც ყოველ დღე თავს ატყდებოდა ეგვიპტეს, ჩაწვდნენ მათ მიმართ ღმერთის უსაზღრო სიყვარულს. ასე, ერთი და იგივე საქმით ის თავისიანებსაც და მოწინააღმდეგეებსაც თავისი ძალის აღმატებულობას აჩვენებდა. სტიქიებიც თავის მხრივ ღვთის მონების სამსახურში დგება, როცა მეუფე მათ წყალობს. ეს შეიძლება იხილო ისააკის ცხოვრების გამოცდილებიდან. რაც სხვა დროს ბუნებას დედამიწაზე არ მოულენია. ახლა ყველაფერი უფლისნებით ხდება და ისეთი ნაყოფი მოაქვს, ისააკი უცებ მდიდრდება. გამდიდრდა კაცი და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტისმეტად არ გამდიდრდა. რამდენადაც სიმდიდრე მაშინ მოსავლიან მიწებს და მარავალრიცხოვან ნახირს შეადგენდა, ამიტომ ნათქვამია: აკურთხა იგი უფალმა. და გამდიდრდა კაცი, ანუ გამდიდრდა და არა მარტო გამდიდრდა, არამედ უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტისმეტად არ გამდიდრდა. დაფიქრდი, რამდენად ბევრს ნიშნავდა ნათესებიდან ასობით ნაყოფის მიღება. თუ ეს მნიშვნელოვნად გეჩვენება, ისევ შეიცანი ღმერთის კაცმოყვარეობის კიდევ უფრო დიდი ძალა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ, დედამიწაზე მისი მოსვლით, სათნოებაში მცხოვრებთ აჩვენა. ის მათ ჰპირდება, რომ არა მარტო აქ მიუძღავს ერთიასად, არამედ ზეციურ სამეფოში მარადიული ცხოვრებით ტკბობას მიანიჭებს. ხედავ მეუფის გულუხობას, ხედავ წყალობის სიდიდეს, ხედავ რამდენს გვწყალობდა მხოლოდ ჩობილის გამოჩენა. როგორი გამოუთქმელი საქმიანი ცვლილებები შეიტანა ჩვენ ცხოვრებაში. ამიტომ თითოეული ამაზე მსჯელობის დროს ხედავს განსხვავებას მათ შორის, რას პირდებოდა ღმერთი მაცხოვრებლებს მანამდე და შემდეგ. ამით ადიდებს უფლის უსაზღრო კაცმოყვარეობას და ყველაფერს მხოლოდ დროის ცვლილებას არ მიაწერს. მაგრამ საჭიროა დაუბრუნდეთ თხრობის თანმიმდევრობას, გადავხედოთ ჰერარის მაცხოვრებლებს, როგორც კი შეამჩნიეს მართლის სიმდიდრე, შეშურდათ და მისი გაძევება გადაწყვიტეს. ხავდა ცხრის ფარა, ნახივი და ჰქონდა უამრავი სახნავსათესი და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს. შემდეგ საღვთო წერილს უნდა დაეჩვენებინა, რის გამო შეშურდათ. ჭები, რომლებიც მამამისის მორჩილებს ჰქონდათ ამოღებული აბრაამის, მამამისის დროს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს. ნახე, როგორი ბრაზი აქვთ. წყლის გამო შეშურდათ მართლის, მეფემაც კი, რომელსაც ყველა სიკეთე გააჩნდა შურისგან თავი ვერ შეიკავა და უთხრა: გაგვეცალე, რადგან ჩვენზე უფრო ძლიერი შეიქენი. დიდი არაკეთილგანწყობაა. რისთვის განდევნი მართალს? ნუ თუ ზიანი მოგაყენა? რითი მე გაგანწყენა? ასეთია შური. ის არაფერს აკეთებს განსჯით. თუ მეფე ხედავდა, რომ მართალს ყოვლის შემომქმედი ღმერთის წყალობდა, მეტად უნდა დაეფასებინა, უფრო მეტად თავაზიანად უნდა მოქცეოდა, რათა მართლის პატივისცემით, თვითონაც უზენაესის კეთილგანწყობის ღირსი გამხდარიყო. ის არა თუ ასე არ იქცევა, არამედ ცდილობს გააგდოს და ეუბნება: გაგვეცალე, რადგან ჩვენზე უფრო ძლიერი შეიქენი. ასეთია სიძულვილი, სულ გრძელად ვერ იტანს სხვების ბედნიერებას. ახლობლის კეთილდღეობა საკუთარ უბედურებად მიაჩნია, წუხს ახლობლის კეთილდღეობაზე. ასე იყო აქაც, მეფე, რომელსაც ძალაუფლება ჰქონდა მთელ ქალაქზე, ყველა შიშის ქვეშ ჰყავდა, წირს, მგზავრს, ერთი ადგილიდან მეორეზე მოხეტიალეს ეუბნება: გაგვეცალე, რადგან ჩვენზე უფრო ძლიერი შეიქენი. ჭეშმარიტად, ის მათზე ძლიერი იყო, იმიტომ რომ ყველაფერში უზენაესის თანადგომა ჰქონდა და უფლის მარჯვენით იყო გარემოცული. შენ სად აგდებ მართალს? თუ არ იცი, სადაც არ უნდა გააგდო, ყველგან თავისი მეუფის ხელში იქნება? თუ გამოცდილებამ ვერ მიგახვედრა, ღმერთის ხელი როგორ განადიდებს მართალს. მისი გაგდებით, რისთვის აჩვენებ მის მეუფეს უმადურობას. ამ კაცის უდიდესმა სიმშვიდემ ვერ შეძლო შენ შურზე გამარჯვება, მაგრამ ჟინს დამორჩილებული, ცდილობს შენი სიძულვილი დაიკმაყოფილო, აიძულო გადასახლება მას, ვისაც შენთვის არაფერი დაუშავებია.
ნუ თუ არ იცი, უდაბნოში გადაკარგვაც რომ აიძულო, ისეთი დახელოვნებული მეუფე ჰყავს, რომ იქაც კი კიდე უფრო განადიდებს. არ არსებობს ძალა, რომელსაც შეეძლო დაამარცხოს ის, ვინც უზენაესის თანადგომით სარგებლობს, ისევე როგორც არავინ არის იმ ადამიანზე უფრო უსუსური, ვინც უზენაესის თანადგომას მოკლებულია. ხედავ საყვარელო ჰერერის მეფისა და ყველა იქაური მაცხოვრებლის უზნეობას? შეხედე მართლის უდიდეს თავმდაბლობას, როგორ არ დააყენა საკუთარი თავის ხვებზე მაღლა, მიუხედავად იმისა, ღმერთის როგორ წყალობას ხედავდა მის მიმართ, არ დაუპირისპირდა მეფეს უზენაესი ძალის იმედით, იმ ადამიანივით, რომელიც დაუცველია და არსაიდან არანაირი დახმარების იმედი არ აქვს. უდიდესის სიმშვიდით, მეფეს სიტყვიერადაც კი არ შეეწინააღმდეგა, შეასრულა მისი ბრძანება, მაშინვე გამოვიდა იქედან. წასვლით ბრაზის ცეცხლი ჩააქრო, უსაზღრო სიმშვიდე აჩვენა და მეფის გაღიზიანება ალაგმა. წავიდა იქიდან ისაკი და დადგა გერარის ხეობაში და იქ დასახლდა. ის, რაც ქრისტემ დედამიწაზე მოსულმა მცნებად დაუდო თავის მოწაფეებს. რაჟამს გდევნიდან თქვენ ამიერ ქალაქით მიუტოდეთ სხვად ისაკმა უკვე აღასრულა საქმით. როგორც დავითმა დააოკა საულის ძლიერი სიძულვილი, წავიდა და საშიშროება აიცილა, რითიც მისი გაღიზიანება შეანელა. ამგვარად, მართალმაც შეასრულა მოციქულის სიტყვა. ეცით ადგილ რისხვასა, დატოვა ქალაქი, წავიდა და ჰერარიდან მოშორებით დასახლდა. მაგრამ ნახე იქაც როგორი დიდი სიმშვიდით იქცეოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტანჯვა არ დამთავრებულა. როცა იქ ჭის ამოთხა მოინდომა, მაცხოვრებლები დაუპირისპირდნენ. ისევ ამოიღო ისაკმა აბრაამის მამამისის დროს ამოღებული ჭები ფილისტიმელებმა, რომ ამოავსეს აბრაამის სიკვდილის შემდეგ და კვლავ უწოდა ის სახელები მამამისმა, რომ შეარქვა. თხრიდნენ ისაკის მორჩილნი გერარის ხეობაში და წააწყდნენ იქ გამდინარე ჭას. ედავებოდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებს, ჩვენიაო წყალი. უწოდა სახელად იმ ჭას ვნებაი, რადგან დაობდნენ მასთან. მართალი აქაც არ დაობს, არ ეწინააღმდეგება, მწყემსებსაც კი უთმობს. სწორედ ეს არის ჭეშმარიტი თავმდაბლობა, როცა ძლიერი სულგრძელად დაითმენს გაბრაზებას და შეურაცხყოფას და მასზე დაბლა მდგომს დაუთმობს. ამით სრულად ყოფილა ცხადდება შეურაცხყოფილის თავმდაბლობა. ვინმემ შეიძლება თქვას, იმიტომ ითმენს, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიაო. უნდა იცოდე, მეფესთან დამოკიდებულებაში მოთმინება მისი სიძლიერის გამო კი არ გამოიჩინა, არამედ თავისი ხასიათის გამო. ნახე, ზუსტად ასევე იქცევა მწყემსებთან, როგორც იმ დროს, როცა მეფემ უთხრა, გაგვეცალე, ეს ბრძანებად მიიღო და მაშინვე წავიდა. ახლაც როცა მწყემსებმა შეურაცხყვეს და ჭამი ითვისეს, ამათაც უთმობს. შთამომავლობისათვის გასაგები რომ ყოფილიყო ეს წყენა, ჭას აქ მომხდარი შემთხვევის სახელს არქმევს. რამდენადაც მწყემსებმა აშკარად აწყენინეს, მან კი წმინდა წერილის თანახმად უწოდა სახელად იმ ჭას ვნებაი, რადგან დაობდნენ მასთან. ამგვარად, ადგილის დასახელება სპილენძის ბოძზე დაწერილი, შთამომავლობისთვის მართლის მოთმინების და იქაურ მაცხოვრებელთა უსამართლობის ძეგლს წარმოადგენდა. ყველა, ვინც ადგილის სახელიდან მიზეზს გაიგებდა, რატომ ეწოდა ეს სახელი, ხედავდა ერთის სათნოებას და მეორეს უკიდურეს ბოროტებას. აი ნახე, როგორ ამაღლებს მართალი თავის სათნოებას, სიმშვიდეს წარმოაჩენს, ისინი კი თავისი ნების საწინააღმდეგოდ, უკიდურესი ბოროტებით, მისი სახელის განდიდებას უწყობენ ხელს. ვერ კმაყოფილდებიან ერთი შურაცხყოფით, ისევ თავს ესხმიან, როცა მეორე ჭას თხრის. ამოიღეს მეორე ჭა და მასედაც შეედავნენ. უწოდა მას სახელად მტერობაი. ისევ ყურადღება მიაქცია მართლის კეთილგონიერებას. აქ ჩანს, რომ ჭა კი არ წაართვეს, მხოლოდ ედავებოდნენ. თავიანთი უსამართლობა დაინახეს და თავი დაანებეს. იმიტომ დაერქვა ამ ადგილს მტრობა, რომ მტრობის მიზეზად იქცა. მაგრამ ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან ყოველდღიური შეურაცხყოფის მოთმენის დროს არ დარდობდა, არ სულმდაბლობდა, არასდროს უფიქრია და არც უთქვამს. მე იმდენი ძალაც კი არ მაქვს ჭებით რომ ვისარგებლო, ხო არ მიმატოვა უზენაესის დახმარებამ, ხო არ შეიცვალა საღვთო განგება? არაფერს ასეც არ ფიქრობდა და არ მოიაზრებდა, ყველაფერი სრულიად მშვიდად გადაჰქონდა. სანაცვლოდ მitmeti დახმარება ჰქონდა ყველაფერში უზენაესისგან. ისეთი შემთხვევები, ასე ვთქვათ, ზოგიერთი მართლის სათნოების სავარჯიშო იყო. გადაინაცვლა იმ ადგილიდან და კიდევ ამოიღო სხვა ჭა. მასზე აღარ შეედავებიან და უწოდა სახელად სიფართოვე. თქვა, რა კი ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა, ვიმრავლებთ ამ ქვეყნად. ყურადღება მიაქციე მართლის კეთილგონიერებას. როცა სურდათ პირველი ჭების წართმევა არ გაბრაზებულა, წინააღმდეგობა არ გაუწევია, მხოლოდ ჭების სახელებით დატოვა ადგილობრივი მაცხოვრებლების წარუშლელი სამახსოვრო. ახლა როცა არავინ ეწინააღმდეგება და სრულიად თავისუფლის, სიამოვნებას იღებს თავისი შრომით, ამ ყველაფერს ღმერთს მიაწერს. ნათქვამია, უწოდა სახელად რეხოვოთის სიფართოვე. შემდეგ ხსნის ამ დასახელებას, ამბობს, იმიტომ ვუწოდებ მას სიფართოვეს, რომ გაგვაფართოვა უფალმა, ვიმრავლებთ ამ ქვეყნად. ხედავ ხომ ღვთისმოყვარულ სულს, როგორ არანაირად არ იხსენებს ადრინდელ უსიამოვნებებს, მხოლოდ სიკეთე ახსოვს, ამისთვის მადლობას წირავს და ამბობს. ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა, ვიმრავლებთ ამ ქვეყნად. არაფერია ისე ღვთივსათნო, როგორც მადლიერი და მადლობელი სული. ყოველდღიურად გვევლინება ჩვენ ყველას ურიცხვი მადლი, ვერც კი ვხედავთ.
გსურს ჩვენ თუ არ გსურს. ვიცნობთ მათ თუ არ ვიცნობთ. ღმერთი არ ითხოვს ჩვენგან სხვას არაფერს გარდა მისი წყალობის აღიარებისა, თუნდაც იმისათვის, რომ უფრო მეტი მისაგებელი მოგვიზღოს. ამაში დასარწმუნებლად შეხედე იმავე მართალს, აღიარებით, ისევ ღირსი ხდება უზენაესის მოსვლის. რამდენადაც ჰერარის მცხოვრებლების და მეფის წინაშე თავისი სათნოება საკმარისად აჩვენა, კაცთმოყვარე ღმერთს სურს, გაამყაროს მისი გულმხურვალება და წაახალისოს მისი უდიდესი თავმდაბლობა, იმ დროს, როცა ის დაიძრა იქიდან ფიცის ჭისაკენ. გამოეცხადა იმ ღამით უფალი და უთხრა: მე ვარ აბრაამის, მამა შენის ღმერთი. ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ. გაკურთხებ გაგიმრავლებ შთამომავლობას აბრაამის, ჩემი მორჩილის გულისათვის. ნათქვამია, გამოეცხადა იმ ღამით უფალი. ყურადღება მიაქციე მასზე უფლის მზრუნველობას. გასაძლიერებლად და გასამხნევებლად ღმერთი ეცხადება და ეუბნება: მე ვარ აბრაამის, მამა შენის ღმერთი, რომელმაც სახელი გაუთქვა მამა შენსას და აყენა დიდების ასეთ საფეხურზე და მწირი ადგილობრივებზე უფრო სახელოვანი გახადა. მე ის ვარ, ვინც აღუთქვა მას ესოდენი გამრავლება შთამომავლობით. ის, ვინც ყველაფრით დაამოწმა მასზე განსაზღვრული განსაკუთრებული განზრახვა. მე ვარ ღმერთი, ნუ გეშინია. რაც ნიშნავს, ნუ გეშინია? ნუ შეგაცვუნებს, რომ აბიმელექმა გაგაგდო და მწყემსებმა გაწყენინეს. მრავალი ასეთი დაითმინა მამამ შენმა, მაგრამ ამის შემდეგ უფრო მეტად გაითქვა სახელი. დაე, ნუ გაშინებს შენ, რადგან შენთან ვარ. დაუშვებ განსაცდელს, რადგან მსურს თავმდაბლობით აჩვენო სათნოება, რომ იმათი ბოროტებაც ცნობილი გახდეს ყველასთვის და ამისთვისაც დაგადგა გვირგვინი შენთან ვარ. ამიტომაც იქნები უძლეველი ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეებისა და შეურაცხყოფლების წინაშე. ჩემი შენზე განზრახვა შურის საგნად გაგხდის. შენთან ვარ. გაკურთხებ გაგიმრავლებ შთამომავლობას აბრაამის, ჩემი მორჩილის გულისათვის. ყურადღება მიაქციე ღმერთის კაცნოყვარეობას. თქვა: მე ვარ აბრაამის, მამა შენის ღმერთი. ღმერთი ამით გვაჩვენებდა, როგორ დაიახლოვა პატრიარქი. კეთილგანწყობით უწოდა თავის თავს აბრაამის ღმერთი, ანუ მბრძანებელი და ყოვლის შემომქმედი თავის თავს ერთი ადამიანის ღმერთს უწოდებს, არა იმ გაგებით, თითქოს მხოლოდ პატრიარქით შემოიფარგლება მისი მბრძანებლობა, არამედ იმ მიზნით, რომ კეთილგანწყობა აჩვენოს. მე, ამბობს ის, ისე დავიახლოვე, რომ ჩემთვის მას ერთს დანარჩენი ხალხის ფასი აქვს. ამიტომ გაგიმრავლებ შთამომავლობას აბრაამის, ჩემი მორჩილის გულისათვის. ბევრი ჯილდო უნდა მიიღოს მორჩილებისთვის, ასე რომ მისი გულისთვის შენს ოჯახს გავამრავლებ. ამგვარად, ღმერთმა წაახალისა მართალი და მამის მოგონებით გააღვიძა მასში გულმოდგინება სათნოებისათვის. მას შემდეგ, რაც ღმერთმა ამდენი სიკეთე აღუთქვა, აღმართა იქ სამსხვერპლო და ახსენა უფლის სახელი. დასცა იმ ადგილას კარავი და იქაც ამოიღეს ჭაისაკის მორჩილებმა. რას ნიშნავს? აღმართა იქ სამსხვერპლო? ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი დიდი მზრუნველობისთვის ღმერთს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა. იქაც ამოიღეს ჭაისაკის მორჩილებმა. ახლა მართალს საფრთხე არ ემუქრება. ის, ვინც უთხრა: შენთან ვარ, გაკურთხებ გაგიმრავლებ შთამომავლობას აბრაამის, ჩემი მორჩილის გულისათვის. უცებ ისიც განადიდა და იგი ყველასთვის საკმარისი ქმნა. აი უყურე თავად აბიმელექიც, რომელმაც მისი გაგდება გადაწყვიტა და ამბობდა: გაგვეცალე, ახლა თვითონ მოდის მასთან. ნათქვამია. მოვიდნენ მასთან გერარიდან აბიმელექი, მისი ეზოს მოძღვარი ოქოზათი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი. უთხრა მათ ისაკმა: რისთვის მოხვედით ჩემთან? აკი შემიძულეთ და მომიშორეთ? ყურადღება მიაქციე, როგორი დიდია წმინდანის სიმშვიდე. ხედავს, ისინი, ვინც აგდებდნენ და ავლენდნენ ზიზღს, ახლა მასთან სათხოვნელად მოდიან. ის არ გაამაყდა, გონებაშიც არ გაუვლია, ჯერ კიდევ ნათლად ახსოვდა ღმერთის მიერ ნათქვამი სიტყვები, ღმერთის ძალის იმედით არ დაპირისპირებოდა მეფეს, ისევ აჩვენა ჩვეულის სიმშვიდე, დიდი მორიდებით ეუბნება მათ: რისთვის მოხვედით ჩემთან? აკი შემიძულეთ და მომიშორეთ? ამბობს, რატომ მოგივიდათ აზრად ჩემთან მოსვლა ადამიანთან, რომელიც განდევნეთ და შეიძულეთ? თქვენ მოხვედით ჩემთან ადამიანთან, თქვენს მიერ გაგდებულთან და შეძულებულთან? უთხრეს: კარგად ვხედავთ, რომ უფალი შენთანაა. თქვით: დაიდოს ფიცი ჩვენ შორის, ჩვენსა და შენ შორის და შევკრათ კავშირი ერთმანეთთან, რომ არ გვიბოროტო. ჩვენ ხომ ხელი არ გვიხლია შენთვის, სიკეთის მეტი არაფერი გაგვიკეთებია, მშვიდობითაც გაგისტუმრეთ. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ. შეხედე, რამდენად დიდია თავმდაბლობის ძალა და რამდენად დიდია სათნოების შესაძლებლობები. ისინი, ვინც ადრე განაგდებდნენ მას, ახლა მწირთან მოდიან, რომელსაც სამშობლო არ აქვს გადამთიელთან და არა მარტო ბოდიშს იხდიან თავიანთი ადრინდელი საქციელისთვის, სთხოვენ პატიებას მის მიმართ ჩადენილი ცოდვებისთვის, არამედ ადიდებენ მართალს, აღიარებენ საკუთარ უსუსურობას და მართლის უდიდეს შესაძლებლობებს. მართლაც რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე ღმერთი იყოს შენთან? კარგად ვხედავთ, რომ უფალი შენთანაა. საიდან იცით ეს თქვენ? ისინი ამბობენ, რომ თვითონ მოვლენებმა დაანახეს ყველაფერი. ამბობენ: შევიტყვეთ, რომ შენ, გაძევებული, გამძევებელზე მეტად გაძლიერდი, ნაწყენი იმარჯვებ იმათზე, ვინც გაწყენინეს. მოვლენების განვითარებით მივხვდით, რომ უზენაესის უდიდესი თანადგომა გაქვს
ღვთიური განგებულება იმაში მდგომარეობდა, რომ მათ გონებაში შეეღწია მართლის საქმეებით გაკვირვებას, ჩაეგონებინა მათთვის მიხვედრის უნარი. ჩვენ შევიცანით, ამბობენ ისინი, რომ უფალი შენთანაა. დაიდოს ფიცი ჩვენ შორის. ნახე, საკუთარი სინდისის კარნახით როგორ ჩქარობენ თვითონვე ამხილონ საკუთარი თავი, როცა არავინ აიძულებთ იმის ახსნას რა მოხდა. თუ თქვენ არ აწყენინეთ მართალს, მაშინ რისთვის თხოვთ ფიცით კავშირის შეკვრას, მაგრამ ასეა, როცა ტყუი ვინმეს წინაშე. ყოველდღე გაწუხებს სინდისი და მაშინ, როცა განაწყენებული დუმს, შეურაცხყოფის მიმყენებლები სასჯელის მოლოდინში ყოველდღე წუხან და ერთგვარად საკუთარი თავისთვის თვითონ გამოაქვთ განაჩენი ჩადენილი დანაშაულისთვის. ჰერარის მცხოვრებლებმა იციანეს და ამბობენ: დაიდოს ფიცი ჩვენ შორის. შემდეგ ხსნიან როგორი ფიცი უნდათ, შევკრათ კავშირი ერთმანეთთან, რომ არ გვიბოროტო. ჩვენ ხომ ხელი არ გვიხლია შენთვის. ნახე, უხერხულობისა და სინდისის ქეჯნისაგან საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან, როცა ამბობენ, რომ არ გვიბოროტო. რატომ ეშინიათ მართლის ასე ძალიან, როცა ხედავენ, რომ შეურაცხყოფელთანაც კი თავმდაბლობას იჩენს. მაგრამ მოუსყიდავი მსაჯული სინდისი გაცოცხლდა მათში და გააცნობიერეს, როგორ უსამართლოდ მოექცნენ მართალს, შიშისა და უხერხულობისაგან ვერ ამჩნევენ, როგორ ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს. არ გვიბოროტო, ამბობენ ისინი, ჩვენ ხომ ხელი არ გვიხლია შენთვის. რატომ გააგდეთ ის? თუმცა მართალი არ ითხოვს მათგან ანგარიშს, არ ამხელს მათ სიტყვებს. სიკეთის მეტი არაფერი გაგვიკეთებია, ამბობს საღვთო წერილი მშვიდობითაც გაგისტუმრეთ. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ. ხედავ, მათ უზენაესი სასჯელი შეეშინდათ. ისინი ხედავდნენ, რომ მართალი თავმდაბლობის გამო თვითონ არ უხდის სამაგიეროს მის მიმართ ქმნილი ბოროტებისთვის, მაგრამ ის, ვინც მოავლინა ეს განგებულება მართალზე, აუცილებლად მოსთხოვს მათ პასუხს იმისთვის, რაც მართალს ავნეს. ამიტომ ისინი ცდილობენ მართლის გულმოწყალება მოიპოვონ და მეკავშირეობას თხოვენ. ამასთანავე, ბოდიშს სიხდიან თავიანთი ადრინდელი ქმედებისთვის და მომავლისთვის უსაფრთხოებას ითხოვენ. საღვთო წერილი ამბობს: გაუმართა მათ ლხინი ისაკმა, ჭამეს და სვეს, ადგნენ დილა ადრიანად და შეჰფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან. ყურადღება მიაქცია მართლის გულითადობას, როგორ ესაუბრებოდა მათ უღვարձლოდ და არა მარტო დაივიწყა მათი ქმედება, არამედ დიდი სტუმართმოყვარეობა აჩვენა. ნათქვამია: გაუმართა მათ ლხინი ისაკმა, ჭამეს და სვეს. ასეთი სტუმართმოყვარეობით სურს დაუმტკიცოს, რომ არ ახსოვს მათ მიერ მიყენებული წყენა. გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან. საღვთო წერილი ამ სიტყვებით გვაგებინებს, რომ ისინი უდიდესი შიშით მივიდნენ. ელოდნენ თავს უბედურება დაატყდებოდათ, ერთი სიტყვით ყველაფრის ეშინოდათ. ჩქარობდნენ ბოდიში მოეხადათ მართლისთვის. ხედავ, არაფერი არ არის სათნოებაზე ძლიერი და ყოვლისშემძლე და ვინ არის იმ ადამიანზე უფრო უსაფრთხოდ, რომელსაც უზენაესი მფარველობს. შემდეგ ითქვა, იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მორჩილნი და შეატყობინებს ჭის ამბავი, რომელსაც თხრიდნენ. უთხრეს, წყალი ვიპოვეთო. უწოდა მას სახელად სიბღა. ამიტომაც ეწოდება ქალაქს სახელად ფიცის ჭა დღევანდლამდე. აი, აქაც არქმევს სახელს ადგილს მოვლენის სამახსოვროდ. ჭის მთხრელებმა ვერაფერი იპოვეს. მაგრამ რამდენადაც ეს იმ დღეს მოხდა, როცა კავშირი შეიკრა, ისააკმა მომხდარის სამახსოვროდ ამ ადგილს ფიცის ჭები უწოდა. ხედავ, მართალი, რომელსაც ჯერ რჯულის მიერად არ უსწავლია და არც რამე მსგავსი მაგალითი ჰქონია თვალთა წინაშე, მხოლოდ მამამისის კვალს მიჰყვება, მას ის მასწავლებელი ხელმძღვანელობს, რომელიც ადამიანის ბუნებაშია, ანუ სინდისი და მისი მეშვეობით, ამისთანა სიბრძნეს ავლენს. ის, რაც მართალს გადახდა, არა მხოლოდ მართლის თავმდაბლობას ავლენს, არამედ იმასაც, რომ მან უკვე საქმით აღასრულა ქრისტეს მცნებები. ის, რაც ქრისტემ თავის მოწაფეებს მცნებად დაუდო, არა მარტო მოყვას ის, არამედ მტრის სიყვარულიც. ისააკმა წინასწარ შეასრულა, როცა ესოდენ დიდი სტუმართმოყვარეობა აღმოუჩინა ადამიანებს, რომლებსაც ის ძულდად და სულიდან ღვարձლი მოიშორა. და ღვთის წყალობას როგორ უნდა ვეღირსოთ ჩვენ, როცა მადლის მოვლენის შემდეგ, როცა მაცხოვრის სწავლებისა და მცნებების მოცემის შემდეგ, ვერ ვახერხებთ მართლის სიმაღლემდე ასვლას? აი, რას ვამბობ მე? მართლის სიმაღლემდე. ჩვენ ვერ შევძლებთ მასთან მიახლოებას. ამჟამად ისეთ უკიდურესობამდე გაიზარდა ადამიანთა ბოროტება, მოყვასიც იშვიათად უყვართ. საიდან გვექნება ხსნის იმედი, თუ ჩვენ გავხდებით მწვალებლებზე უარესები, როგორც ქრისტე ამბობს. უკვე თუ გიყვარდნენ მოყვარენი, ხოლო თქვენი, რა ის ასყიდელი გაქუს? რამე თუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან. ქრისტეს სურს ჩვენ სათნოების მწვერვალს მივაღწიოთ, რათა მწვალებლებზე მაღლა ვიდგეთ, ჩვენ კი ქვემოთ ყოფნას ვცდილობთ. და რას ვამბობ? მწვალებლები, ჩვენ ყაჩაღებზე, მესაფლავეებზე და კაცის მკვლელებზე უარესები ვხდებით. მათაც უყვართ ისინი, ვინც სიყვარულით ეპყრობა მათ. ხშირად თავს საფრთხეში წიგდებენ იმად გამო, ვინც უყვართ. რა შეიძლება იყოს სინანულზე უფრო ღირსეული, როცა ჩვენ უფლისაგან კაცმოყრეობის ესოდენი პატივის შემდეგ იმ ადამიანებზე უარესი აღმოჩნდებით, რომლებმაც ათასობით ბოროტება ჩაიდინეს. ამიტომ გთხოვთ, გავიაზროთ უდიდესი სასჯელი, უკიდურესი შერცხვენა, რომელიც იქ გველოდება, თუნდაც გვიან, მაგრამ გავიაზროთ. ჩვენი ღირსება დავემორჩილოთ ქრისტეს სწავლებას და არა მარტო მოყვასი გვეყარება გულწრფელად,
არამედ გავდევნით ჩვენი გულიდან ყოველგვარ ბოროტებასა და სიძულვილს. თუ ვინმე მტრად მოგვკიდებია, მისი სიყვარულიც კი ვეცადოთ. თუ ამ გზით არ წავალთ, სხვაგვარად ხსნა შეუძლებელია. ვეცადოთ, უფრო მეტად გვიყვარდეს ისინი, როგორც უამრავი კეთილდღეობის მიღწევის შესაძლებლობა. ამგვარად, შევძლებთ ცოდვების მიტევება მივიღოთ და ლოცვები ღმერთთან მორჩილი გონებით და შემოსვლილი სულით აღვავლინოთ. როცა სული ყოველგვარი მტრობისგან თავისუფალია და გონება სიმშვიდით არის მოცული, ის უდიდესი მხნეობით მიმართავს მეუფეს და უდიდეს თანადგომას იზიდავს, რომლის ღირსი გავხდებით ჩვენ ყველა, წყალობითა და კაცთმოყვარეbiთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, თანა მამით და სული წმიდით ურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.